დღევანდელი დღის თემა. 40 წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი ბეერ ხეთელის ასული და ბასმათი ელონ ხეთელის ასული. ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას. დღესაც თანმიმდევრობით განვაგრძოთ გუშინდელის საუბარი. როგორც შევძლებთ, ისე განმარტოთ წმინდა წერილის ყოველი სიტყვა, რათა სახლში სარგებლით დავბრუნდეთ. მაშ ასე გადავხედოთ დასაწყისში წაკითხულ ადგილებს. წმინდა წერილი ამბობს: 40 წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი ბეერ ხეთელის ასული და ბასმათი ელონ ხეთელის ასული. ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას. ნახე, ამ რამდენიმე სიტყვიდან რამდენად ბევრი რამ შეიძლება ისწავლო. რისთვის აღნიშნავს წმინდა წერილი ესავის ასაკს? უმიზნოდ არა, არამედ იმისათვის, რომ აქედან ისააკის ხანდაზმულობის შესახებ გაგვეგო. თუ ადრე ნათქვამს გავიხსენებთ, როცა რებეკა მოიყვანა, 40 წლის იყო, როცა ბავშვები დაიბადნენ 60-ის, გავიგებთ, რომ უკვე ღრმად მოხუცია, 100 წელს მიღწეული. ასე რომ ჟამთა აღმწერელს განზრახული აქვს, მოგვითხროს. სიბერის გამო როგორ დაუსუსტდა თვალები ისააკს, იმის გამო აღნიშნა ესავის ასაკი, რომ ისააკის ზუსტი ასაკი დაგვედგინა. ამიტომაც ითქვა, 40 წლისა იყო ესავი. შემდეგ ამ შვილის უგუნურება რო ვიცოდეთ, რომელმაც იმ ტომის ქალი შეირთო ცოლად, რომ არ უნდა შეირთო, საღვთო წერილი გვაჩვენებს, მისი ერთ-ერთი ცოლი იყო ხეთელების ტომიდან, მეორე ებრაელებიდან. თუმცა მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან იცოდა, როგორ ზრუნავდა პატრიარქი აბრაამი ისააკისთვის. ცოლი მონათესავე ტომიდან მოეყვანა და ისიც, რომ მათი დედა რებეკა ჰერონიდან მოიყვანეს. მაგრამ ესავმა ისეთი ცოლი მოიყვანა, თავიდანვე აჩვენა თავისი ხასიათის უწესრიგობა. მისი ცოლების უზნეო ხასიათი რომ გვაჩვენოს, წერილი ამბობს: ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას. რა შეიძლება იყოს ასეთ უზნეობაზე უარესი, როცა ისინი, ვისაც ევალებათ ყოველგვარი პატივი მიაგონ უფროსებს, არა მარტო არ აკეთებენ ამას, არამედ მზად არიან ურჩობისთვის. ამ ყველაფერზე ჟამთა აღმწერელი უბრალოდ არ მიგვანიშნებს, არამედ იმისათვის ამის შემდეგ რებეკას დამოკიდებულება რომ დავინახოთ იაკობთან, შენც უნდა გაიგო, რომ ამას რებეკა უსამართლობის გამო არ აკეთებდა. მოვლენათა თანმიმდევრობა რომ არ დავარღვიოთ, საღვთო წერილის სიტყვებს მივყვეთ. როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააკლდა, დაუძახა ესავს თავის უფროს შვილს და უთხრა: შვილო, მიუგო, აქა ვარ, უთხრა ისაკმა. აჰა, დაუბერდი და არ ვიცი როდის მოვკვდები. აიღე შენი იარაღი მშვილდისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე. მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს მომიტანე და მაჭამე რომ გაკურთხო სულმა ჩემმა სანამ მოვკვდებოდე. ყურადღება მიაქციე აქ, საყვარელო, უდიდეს სიბრძნეს ღვთისას და იმასაც, მამა, ბრძანების გაცემის დროს, როგორ ავლენს ბუნებრივ სიყვარულს. ბრძენი უფალი კი რებეკას საშუალებით ახორციელებს წინასწარმეტყველების შესრულებას, გვასწავლის ჩვენ, როგორი დიდია სათნოების ძალა და ხასიათის სიმშვიდე. ის კი პირმშეობის და მის მიმართ მამის დამოკიდებულების გამო ფიქრობდა, რომ უპირატესობა ჰქონდა. უცებ ყველაფერი დაკარგა, რადგან არ უნდოდა იმის კეთება, რაც საჭირო იყო. ეს კი რადგან თავისთავად სათნო იყო და ჰქონდა დახმარება უზენაესისგან, მოიპოვებს მამის კურთხევას მისი ნების წინააღმდეგ. არავინ არის მასზე ძლიერი, ვისაც უზენაესის მარჯვენა ეხმარება. ყველაფერს საგულდაგულოდ დააკვირდი, რათა შევიცნოთ ღვთის საოცარი განგებულება, ერთს უზენაესის დახმარებით ყველაფერზე ხელი შეწყობა აქვს, ასე რომ გადმოდის მასზე მამის ლოცვა კურთხევაც, მეორე კი ყველაფერს კარგავს, თავს იღუპავს ხასიათის გარყვნით. ნათქვამია: ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად, უთხრა რებეკამ იაკობს თავის უმცროს შვილს. გავიგონე, მამა შენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს. რაღაც დაურთავს აქ. უმცროს. ზემოთ ითქვა, რომ დაუძახა ესავს თავის უფროს შვილს. იმისთვის რომ ჩვენ მივხვდეთ, ვიზე ლაპარაკობს ახლა რებეკა, ხაზგასმულია. უმცროს შვილს, ესე იგი, იაკობს. უთხრა რებეკამ იაკობს თავის უმცროს შვილს. გავიგონე, მამა შენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა: მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე. შევჭამ და გაკურთხებ უფლის ნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო. ეს მე გავიგე, მამა შენი რომ შენს ძმას ეუბნებოდა. ახლა გამიგონე შვილო, რასაც გეტყვი. წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე, რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი. წაუღე მამაშენს რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ. ყურადღება მიაქციე დედის სიყვარულს, ან უკეთ ღმერთის განგებულებას. რადგან თავად ღმერთმა მიმართა ის ასეთი განზრახვისკენ და ყველაფერი ასე მოაწყო. ხედავ ხომ დედის ბრწყინვალე განზრახვას? ნახე ისიც იაკობი როგორ ფრთხილობდა და თამდაბლობას აჩვენებდა პასუხებში. საღვთო წერილი ამბობს: უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბალნო ვარ. ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყო არა გამოვჩდები მის თვალში. კურთხევას კი არა, წყევლას მოვიწევ თავზე. უდიდესი იყო ამ შვილში სულიერი ღირსება და მამის პატივისცემა. მეშინია ამბობს ის, რომ ჩემმა მცდელობამ სისაძაგლემდე არ მიმიყვანოს, რომ არ გამოვჩნდე მამის ნების მოწინააღმდეგე და კურთხევის ნაცვლად თავს წყევლა არ დავიტეხო. და რას აკეთებს რებეკა, ეს საოცარი ქალი თავისი შვილის ესოდენ მოყვარული?
ის იაკობის საკეთილდღეოდ მხოლოდ საკუთარი სურვილით არ მოქმედებს, არამედ უზენაესის წინასწარმეტყველებას ასრულებს. ყველა ზომას იღებს იმისთვის, რომ შვილს შიში გაუქროს და გაბედულება ჩაუნერგოს, ისე რომ რჩევა სისრულეში მოიყვანოს. ის აეუბნება იაკობს, რომ მას შეუძლია მოატყუოს მამა. ის ამბობს: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე. რაღაც ისეთი რომ მოხდეს, შენ არ დაზიანდები. ამიტომ, ნუ გეშინია, თამამად დამიჯერე. გააკეთე ის, რასაც გირჩევ. ჭეშმარიტად, დედობრივი სიყვარული ის არის შვილის გულისთვის, ყველაფრის გადასატანად რო ხარ მზად. ასეთი სიტყვებით მან შვილს შიში დააძლევინა. წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამის რომ უყვარდა. აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის, ესავის, ძვირფასი ტანისამოსი, სახლში რომ ჰქონდა და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს შვილს. ხელები და უბანლო კისერი კი თիկნის ტყავით დაუფარა. მის სახელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური. მივიდა მამასთან და უთხრა: მამა ჩემო, მიუგო, რა იყო რომელი ხარ შვილო? ყურადღება მიაქცია აქ სიყვარულთან ერთად რებეკას უდიდეს სიბრძნეს. ზემოთ ნათქვამი იყო, რომ მისი ერთი შვილი ბალნიანი იყო, მეორე უბალნო. ამიტომ როგორც წმინდა წერილი ამბობს, იაკობს ესავის ტანსაცმელი ჩააცვა, შემოახვია ყოველი მხრიდან თიკნის ტყავი, ისე რომ ტყუილი წარმატებული ყოფილიყო, მის სახელში საზრდო და პური, ამგვარად მოამზადა მამასთან წასასვლელად. შეხედე აქაც როგორც ყველა ეს საქმე უზენაესის მადლით იყო. როცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ღმერთისგან სიუხვეს და დახმარებას ვიღებთ. სწორედ იმის გამო, რომ არ ვიზარმაცოთ და არ ვიყოთ უქმად, ღმერთს სურს ჩვენც ვიმოქმედოთ და ამის შემდეგ აღმოგვიჩენს თანადგომას. ყველაფერი უზენაესის დახმარებით არ ხდება, საჭიროა წვლილი, ჩვენც შევიტანოთ. ღმერთი ჩვენგან ყველაფრის გაკეთებას არ ითხოვს, რადგან იცის ჩვენი უკიდურესი უძლურება, თუმცა რადგან კაცთმოყვარეა სურს მიზეზი ქონდეს, რისთვისაც გულუხობას გვაჩვენებს, ამიტომ ჩვენგან შეიძლება ამგვარად ღვაწლს ელოდება. ასე იყო ახლაც. როგორც სწრაფად გააკეთეს იაკობმა და რებეკამ ის, რაც მათი მხრიდან იყო გასაკეთებელი. იაკობმა მოისმინა დედის რჩევა, შეასრულა ყველაფერი, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაშინ წყალობელი უფალი დაეხმარა მათ ადვილად შეესრულებინათ ის, რაც ყველაზე ძნელი იყო, ისააკს არ შეეთხო ტყუილის შესახებ. მაშ ასე, როცა იაკობმა მამას საჭმელი მიუტანა, მან ჰკითხა. მივიდა მამასთან და უთხრა: მამა ჩემო, მიუგო, რა იყო რომელი ხარ შვილო? უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა. წარმოიდგინე, როგორი შეშფოთებით წარმოთქვა ეს სიტყვები იაკობმა. თუ თავიდან დედას ეუბნებოდა. მეშინია წყევლა არ მივიღო დიდების ნაცვლად, როგორ შიში უნდა იმყოფებოდეს ახლა ამ საქმის შესრულებისას. მაგრამ რადგან ღმერთი თანამონაწილეობდა ამაში, ყველაფერი წარმატებით დამთავრდა. ვინმე იფიქრებს, ნუ თუ ღმერთი მონაწილეობდა ამ ტყუილში? უბრალოდ, ნუ განსჯი საყვარელო მომხდარს, არამედ ჩაწვდი მიზანს იმისას, რაც მოხდა. ამ ქვეყნიური სარგებლობისთვის კი არ კეთდებოდა ეს, არამედ მამობრივი კურთხევის მიღებას ლამობდა იაკობი. სხვაგვარად, ან უბრალოდ თუ განსჯი მოვლენებს და არ გამოიძიებ მიზანს, მაშინ ფრთხილად იყავი, პატრიარქსაც არ უწოდო შვილისკვლელი და ფინეს კაცისკვლელი. მაგრამ როგორც ის არ იყო შვილისკვლელი, პირიქით უფრო მეტად იყო შვილის მოყვარული, ვიდრე სხვა ვინმე, ასევე ფინესი არ იყო კაცისკვლელი, არამედ უჩვეულოდ მოშურნე. ყოველი მათგანი ღვთივსათნოს საქმეს აკეთებდა. ამიტომ ერთი უზენაესისგან უდიდესი ჯილდოს ღირსი გახდა მორჩილებისათვის, მეორემ კი მზრუნველობისთვის სახელი გაითქვა. ნათქვამია: და დასდგა ფინეს და ლხინება ჰყო და დაეყენა სრვაი. ასე რომ თუ მკვლელობა და ყრმათა მსხვერპლად შეწირვა დაშვებული იყო, მხოლოდ ღვთისნებით და ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მოვლენებს, არამედ მიზანსა და განზრახვას იმაცას, ვინც ამ საქმეებს იქმოდა, მეტადრე საჭიროა ამგვარი განსჯა აქ, იაკობის ისტორიაში. მაშ ასე, იმას ნუ კი უყურებ, რომ იაკობის ნათქვამი ტყუილი იყო, არამედ გაიაზრე, რომ ყველაფერი ღმერთმა მოაწყო ასე, რადგან სურდა სისრულეში მოეყვანა თავის წინასწარმეტყველება. რომ დავწმუნდეთ ღმერთის თანამონაწილეობაში და რთულის გამარტივებაში, შეხედე მართალმა ვერ შეამჩნია ტყუილი. დაიჯერა იაკობის სიტყვები, სიამოვნებით იგემა მიტანილი საჭმელი და აკურთხა იგი. ესავიც, ადრე კი არ ბრუნდება ნადირობიდან, არამედ როცა უკვე ყველაფერი დასევას ესავს მიაკუთვნებდა და არა იმას, ვისაც ეამბორებოდა, სწორედ ამიტომ წმინდა წერილი ახსენებს, რომ ის ეამბორა და აკურთხა ის, ვისაც ეამბორა. მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი. აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა, სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა. მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო. და მოგცემ შენ საჭმლის მიმტანს, შენ, ვისაც მე გაკოცე, გემსახურონ ხალხები. ყურადღება მიაქციე, როგორც შეასრულა თავიდან ყველაფერი აუცილებელი, შემდეგ კი უწინასწარმეტყველა მომავალი კეთილდღეობა და შთამომავლობის გამრავლება. გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა. გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედა შენი შვილებმა. წყეული მციყოს მაწყევარი შენი, კურთხეული იყოს მაკურთხეველი შენი. უყურე მართალი როგორ ემსახურება ღმერთის განზრახვას ისე, რომ თავადაც არ უწყის.
ეს ყველაფერი იმისათვის მოეწყო, რომ სწორედ თავისი სათნოებით ღირსეულ შვილს მიეღო კურთხევა. თაყვანი ქცენ დედაშენის შვილებმა. შვილებს საღვთო წერილი, ჩვეულებრივ, თელ შთამომავლობას უწოდებს. როგორც სიტყვები, მამაშენის შვილები აღნიშნავს იმავეს, რასაც ზოგადად. ესავის ოჯახიდან წარმოშობილები, იმიტომ რომ ისააკს ამორის გარდა სხვა შვილები არ ჰყავდა. წყეული მციყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი. აი ლოცვა კურთხევის გვირგვინი, აი მთავარი სიკეთეთა შორის. იყავდა ლოცვილი. ხედა უფლის გაცმოყარეობას. ის, ვისაც ეშინოდა კურთხევის ნაცვლად წყევლა არ მიეღო. არა მარტო მოიპოვებს მამისგან ასეთ უხლოცვა კურთხევას, არამედ წყევლა ეწევათ მის მაწყევართ და იკურთხებიან მაკურთხებელნი მისნი. აქედან ვისწავლოთ, რომ ვინც თავისი საქმის უფლის ნებით მოწყობას მოინდომებს, ღმერთისგან ისეთ თანადგომას მიიღებს, საქმის მსვლელობისას რომ გამოჩნდება მხოლოდ. ვის არ გააოცებს ღმერთის გამოუთქმელი განზრახვა, რომ ესავი მანამ არ დაბრუნდა ნადირობიდან, ვიდრე იაკობმა მამის კურთხევა არ მიიღო და წავიდა. სწორედ ამას ჩაგვაგონებს ჩვენ ნეტარი მოსე, როცა ამბობს. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც. ყურადღება მიაქცია იაკობის წასვლის შემდეგ, მაშინვე მოდის ესავი, მაგრამ არა უმიზნოდ, მან ხომ არაფერი იცის. მამისთვის საჭმელი მოაქვს და მისგან იგებს საქმის ვითარებას. ის რომ ძმას შეხვედროდა, შესაძლებელი იყო ბრაზისგან მოეკლა კიდევაც. თუ ამის გაკეთებას დროის გასვლის შემდეგაც კი აპირებდა, მით უმეტეს იზამდა იმ წუთებში. მაგრამ ღმერთის მარჯვენა იცავდა ყმაწვილს, კურთხევის ღირსი გახადა იგი, ესავს კი ჩამოართვა კურთხევა და პირმშეობა. ნათქვამია. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამის და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა. ნახე, მართალს ისევ მღელვარება იპყრობს, როგორ შეშფოთ და როცა ესავის სიტყვები მოისმინა. უთხრა: ვინ ხარ? მიუგო. შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ. ყურადღება მიაქცია, როგორი დაფიქრებული იყო იგი და არ დაკმაყოფილდა პასუხით. შენი შვილი ვარ, არამედ დაამატა. შენი პირმშო ესავი ვარ. შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. ამგვარად, მართალი, რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი, მომხდარის შესახებ უყვება მას და სასტიკ ჭრილობას აყენებს სიტყვებით. ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. ეს მართალმა იმიტომ გააკეთა, რომ მისი ბაგეებით ღვთიური სიბრძნე ღაღადებდა. ესავს ყველაფერი ზუსტად უნდა გაეგო. უკვე თვითონვე ხედავდა, რომ არც პირმშეობისგან, არც ნადირობისგან ხეირი აღარ ექნებოდა. საღვთო წერილი ამბობს, ეს რომ მოისმინა, ხმამაღლა და მწარე დამოიგმინა. რას ნიშნავს? ხმამაღლა და მწარე დამოიგმინა. ამ სიტყვებით წმინდა წერილი მომხდარის გამო ესავის წყენას და ძლიერ რისხვას აღნიშნავს. უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო. უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა. მამა ამბობს: შენმა ძმამ დაგასწრო და მიიტაცა კურთხევის დიდი სიუხვე. მაგრამ შენ რომ იცოდე, მართლის შეცდომა უზენაესის მადლით იყო დაშვებული. ნახე თვითონ როგორ აღიარებს ამას. მოტყუებით მოვიდა შენი ძმა. ის თითქოს თავს იმართლებს შვილის წინაშე და უხსნის, რომ სიბრმავის გამო მივანიჭე მას ლოცვა კურთხევა, რომელიც შენთვის უნდა მომეცა. მაგრამ მან ტყუილით მოსულმა მიიღო შენი კურთხევა. მან მიიღო ის, რაც შენთვის იყო გამზადებული. ეს ჩემი მიზეზით არ მომხდარა. თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა. ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. ტყუილად არ მიუღია მას ასეთი სახელი, მისი სახელი მწიხვნელს ნიშნავს, სწორედ ასე მომექცა, პირმშეობაც დამაკარგინა და კურთხევაც. შემდეგ რას ეუბნება ესავი ისააკს? ნუ თუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა? ისააკი პასუხობს: იცოდე რომ მთელი კურთხევა გადავიდა მასზე, უკე თუ ის მევქმენი შენს ბატონად. შეამჩნიე, ისააკი მაშინვე აქედან იწყებს და მეც სარას ამბობს, მხოლოდ უწინასწარმეტყველებს მონობას და მორჩილებას. აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო ჩემოშვილო, სხვა აღარაფერი რჩება. თუ ის შენს ბატონად ვქმენი, ყველა ძმა მას დავუმონე, მას ვუსურვე ყოველგვარი სიუხვე, კიდევ რაღა რჩება. უთხრა ესავმა მამას: ნუ თუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო. ხმამაღლა ატირდა ესავი. მას შემდეგ რაც მამამ თქვა: ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. განუმარტა მას ყველა ლოცვა კურთხევა იაკობისთვის მიცემული. ესავი ამბობს: მეც მაკურთხე, მამა, ნუ თუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? ნუ თუ არ შეგიძლია ღირსად მყო შენი კურთხევისა, მეც ვინც ასე გიყვარს, პირველშობილი რომელიც შენ სანადიროდ გაგზავნე? ამ სიტყვებით შეაცმუნა მამა. ხმამაღლა ატირდა ესავი. მან დაინახა, რომ მამა გაურკვევლობაშია და არ შეუძლია და არც სურს შეცვალოს ის, რაც უკვე გაკეთდა. და ის ხმამაღლა ტირის, სურს მამას თავი კიდევ უფრო შეაცოდოს. მაშინ ისააკმა უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცისცვარი კურთხევად. შენმა מחვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე. დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს. ჩემგან კურთხევის მიღება გსურს, მაგრამ იცოდე შეუძლებელია უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა. თუმცა შენთვისაც სიამოვნებით გამოვითხოვ, კონდეს ცისცვარი კურთხევად.
იცოდე რომ მეომრის ცხოვრება გელოდება, შენმა מחვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე. ამას ვინც ისმენს არ უნდა გაუკვირდეს, რომ იაკობი ძმის შიშით მწირი ხდება და სხვის მიწაზე მიდის. არავინ განსაჯოს ასეთი დასაწყისის გამო. არავინ იფიქროს, რომ წინასწარმეტყველება არ ახდა. თუ ღმერთი რამეს პირდება, დასაწყისში ამ აღთქმის საწინააღმდეგოც რო შენიშნოთ, ნუ შეშფოთდებით. წარმოუდგენელია უფლის აღთქმა არ შესრულდეს. ასე ხდება იმის გამო, რომ მართლები უფრო და უფრო სახელოვანი გახდნენ და ჩვენ ყველამ ნათლად დავინახოთ უფლის ქმედებების ძალმოსილება. ეს ყოველი მართლის ცხოვრებაში შეგიძლია დაინახო თუ ზედმიწევნით გადახედავ მათ შესახებ ყველა მონათხრობს. ასევე მოხდა ახლაც. იმას კი ნუ უყურებ იაკობი რომ გაიქცა, არამედ დაფიქრდი მის შემდგომ დიდებაზე, იმაზე რომ ცოტა ხნის შემდეგ სწორედ ის ძმა მისთვის საფრთხეთ რომ ქცეულა პატივს მიაგებს მას. უცხო ქვეყანაში უბედურების შემდეგ ისეთი სახელოვანი გახდა, რომ მისი შთამომავლობა აურაცხელად გამრავლდა და მთელს ხალხს ეწოდა მისი სახელი. ახლა კი საღვთო წერილი გვაჩვენებს მისი ძმის ასეთ მრისხანებას, რომელიც ძმის მოკლას ფიქრობს. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ. ეს რომ დროებითი მრისხანება არ იყო, წმინდა წერილი მისი მრისხანების განსაკუთრებულ ძალას გვაჩვენებს, ამბობს. გადაემტერა, ანუ მუდმივად იყო მტრობაში ბოროტად ჯიუტობდა, ისე რომ ყველა მის სიტყვაში ცხადი ხდებოდა გულის სიღრმეში დამალული ჩანაფიქრი. თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას. მართლაც, განრისხებული ადამიანი შეშლილზე ნაკლები არ არის. შეხედე, ეს დემონი როგორ აგიჟებს და უგუნურებას ჩაადენინებს. ისინი ჯანსაღს ვერაფერს ხედავენ და არაფერს აკეთებენ ისე როგორც წესია, არამედ მოქმედებენ როგორც ადამიანები, განსჯის უნარი რომ დაუკარგავთ. ბრაზით ანთებულები ვერ ცნობენ დამსწრეებს, არ ახსოვთ ნათესავები, მეგობრები, ზნეობა, ღირსება და საერთოდ არაფერი არ ახსოვთ, სრულიად მოცულნი არიან ბრაზით. რა უნდა იყოს მათზე უფრო შესაბრალისი, როცა ვნებას დამონებულები, სიკვდილამდეც კი მიდიან. ამიტომ ნეტარი პავლე, რომელსაც სურს ბოროტების ფესვები ამოძირკოს, ასეთ შეგონებას წერს. ყოველი სამწარე და რისხვაი და გულის წყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისმენ თქვენ შორის ყოვლით ურთ უკეთურებით. ის ამბობს, არა მარტო ის მინდა რომ არ მრისხანებდეთ და მძვინვარებდეთ, არამედ ისიც რომ ნათესავებზე აუქს არ ამბობდეთ. როცა შინაგანი ვნება აღიძვრება და გული ქედმაღლობს, ენასაც აღარ შეუძლია სიტყვის წყნარად წარმოთქმა და აღმოაჩენს სულის მდგომარეობას, როცა ახლობელს ყვირილით ელაპარაკები. ამგვარად, ნეტარს სურს, მისი მსმენელები მუდმივად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ამბობს. რისხვა, ანუ ყოველი გაბრაზება, როგორი მიზეზითაც არ უნდა მოხდეს, გულის წყრომას იწვევს და ყოველგვარი გმობა იმოისმენ თქვენ შორის ყოვლით ურთ უკეთურებით. შემდეგ სურს გაახმოს ბოროტების ფესვები და გახადოს იგი უნაყოფო. ვინც სულის ასეთი მდგომარეობით ცხოვრობს, ის ყოველთვის იმყოფება ნაომისადგომთან, თავისუფალი მიწიერი მღელვარებებისგან, არ ეშინია არც ქარიშხლის, არც გემის დაღუპვის, თითქოს წყნარ ზღვაში ცურავს, ან მისადგომთან რჩება უსაფრთხოდ, ნამდვილ ცხოვრებას ყოველგვარი მღელვარების გარეშე ატარებს, უსასრულო ტკბობას და ენით აუღწეველ სიკეთეს იმზადებს, რომლის მიღწევასაც ყველანი შევძლებთ წყალობითა და კაცთმოყვარეობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, თანა მამით და სულიწმიდით ურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.